გადახდილი სახურავები, დაზიანებული სკოლები, წაქცეული ელექტროგადამცემი ხაზები, სტიქიამ კვალი დატოვა აღმოსავლეთ საქართველოშიც. მარტო გორში უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალი $1 მილიონ აჭარბებს. ქარიშხალმა რაიონში მდებარე შენობების დააზიანა, რომლებიც შარშან შეაკეთეს. მთავრობა დაზარალებულებს დახმარებას პირდება, აღდგენითი სამუშაოები კი უკვე დაწყებულია. ბოლო ინფორმაციით აღდგენილია ენერგომომარაგებაც. არ ვიცი რა ვქნათ, რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ. თავში საფარიც არსად არა გვაქვს და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარეჯვარში მცხოვრები ქირიების 800-იანი ოჯახი დროებით ნათესავმა შეიფარა. გუშინდელმა სტიქია მათი სახლი იმდენად დააზიანა, რომ ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. რაც ჭერი გადაიხა და მე ცოტა ეს კედელიც კიდე გადაიწია იმ კედელმა და ეს მთელი ნაგავის უძირს აქ არის ჩამოყრილი. ეხლა რო წვიმა დაიწყოს, მე არ ვიცი, ალბათ ჩამოირეცხება აქაურობა და აქამდე თუ ცხოვრობდით, ეხლა საერთოდ როგორ შემოვიდეთ. ქირიების ოჯახი იმ დაზარალებულთაგან ერთ-ერთია, რომელიც ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. გორსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებული ზარალის გაცნობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული დავალებები მისცა. ეხლა ვაკეთებთ აღწერას და ყველაფერს აღვდგენთ და აღვდგენთ იმაზე კარგად, როგორც იყო. მადლობა ღმერთს, რომ დანაკლისი არ არის დიდი, ზარალი არაა ძალიან დიდი, არ არის ადამიანური სხერბლი, შესაბამისად უმოკლეს დროში ყველაფერს აღვადგენთ. 38-მდე კორპუსისა და 100-მდე კერძო სახლის სახურავი, სულ 30,000 კვადრატული მეტრი. ეს ზარალის დაახლოებითი აღწერა არის, თვისაც $1,600,000 ლარი უნდა დაიხარჯოს. ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებები უკვე განხორციელდა, თუმცა გორის მუნიციპალიტეტი დახმარებას მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ელოდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვასწრებთ წვიმებამდე, რომ დროებითი სახურავები მაინც გაუკეთოთ სახლებს, ამავე დროს დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტი დაეხმარება გორის რაიონს. ბიუჯეტის ცვლილებები შევიტანეთ და $1,600,000 ფარგლებში მოხდა ბიუჯეტის ცვლილებების გათვალისწინება, ასე რომ ეს თანხა მთლიანად იქნება ანაზღაურებული სარეზერვო ფონდიდან, ცენტრალურ ბიუჯეტიდან. დღეს გორის გამგეობაში იმ კომპანიის ხელმძღვანელსაც მოусმინეს, რომელიც 2012 წელს გადახურვის სამუშაოებს ასრულებდა. როცა სახლის სახურავის რეაბილიტაცია კეთდება, მთლიანად უნდა შეიცვალოს სახურავის ხის მასალა, რომელიც არ იყო გათვლილი ხარცაღის ზღვაში. სატენდერო საბუთებში ეგრე იყო ჩადებული. როცა გამოცხადდა ტენდერი, ეწერა ეს მასალა და ჩვენ რავალდებულები ვიყავით, რომ მაგათად 1 კუბომეტრის მაგურად აგვეხარჯა 5 კუბომეტრი. სტიქიის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 20-მდე სკოლა დაზიანდა. სოფელ მუხრანის პირველი საჯარო სკოლა ერთ-ერთია, რომელსაც ქარმა სახურავი ახადა. რამდენიმე ეტაპობრივი სამუშაოებია გასატარებელი. პირველი არის იმ შემთხვევაში, თუ იქნება წვიმა, რანაირად უნდა ვიმოქმედოთ, შემდეგ უკვე აღდგენითი სამუშაოები. იცით, დაახლოებით 20 სკოლამდე არის დაზარალებული საქართველოს მასშტაბით. პირველ რიგში ვიწყებთ ფანჯრების აღდგენით და ელექტროენერგიის აღდგენით, რაც ამ შემთხვევაში პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ფანჯრები კარგად იყო გამოცვლილი და მეტალოპლასმასია და არ ჩაუმტრევია ღვთისმადლით. ქვეყნის მასშტაბით დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც, თუმცა ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგია ყველა აბონენტს შეუფერხებლად მიეწოდება.